პარლამენტმა გაერთიანებული კომიტეტების ხდომაზე უკვე მოусმინა ძალოვან გუნდს მინისტრობის კანდიდატებმა ისაუბრეს პრიორიტეტებზე და ისვა კითხვებიც. კანდიდატების მოსმენის შემდეგ მხარეები მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ შეფასებას. მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიცია უკმაყოფილოა. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ პასუხები კითხვებზე არადამაკმაყოფილებელი იყო. უკრაინის მოვლენებმა, ასევე სომხეთის უარმა ასოცირების ხელმოწერაზე რეალურად ყველას დაანახა, რომ ძალიან სწრაფად განვითარდა ბიუროკრატიული პროცედურები. არავინ არ გამორიცხავს და ვერავინ ვერ გამორიცხავს, როგორ განვითარდება კიდევ მოვლენები უელსის სამიტთან. ჩემი აზრით, ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება იყო 11 სექტემბრის ტოლფასი ქმედება. ძალიან კარგად მესმის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და რეაბილიტაციის. იმავე დროს ძალიან კარგად მესმის მნიშვნელობა ინვესტიციის, ქვეყნისთვის მნიშვნელობა განხორციელებული ინვესტიციების, ასევე ძალიან მტკივნეული სოციალური საკითხი არის. თუ არ ვწდები 3000-მდე მომუშავე პერსონალი, ოჯახები ამ ადამიანების უკან. 2013 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ასევე ჩვენი პოლიტიკური კოალიციის მთავარი დაკვეთა იყო, რომ სრული დეპოლიტიზაცია მოგვექცინა თავდაცვის სისტემის, ისევე როგორც სამართალდამცავი სისტემის. მინდა მოგახსენოთ, რომ 2013 წელს სამხედრო მოსამსახურეთა 72% რეგისტრაციის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცა. Ჩვენი პოზიცია უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე, ეს არის თანამდებობა, სადაც აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა. სადაც ერთის მხრივ არ უნდა დაირღვეს პატიმრისა და მისი ოჯახის წევრების და მეორეს მხრივ დაცული უნდა იყოს საჯელო აღსრულებისა და პრობაციის თანამშრომელთა უფლებები და თავისუფლებები. როგორც დღესდღეობით ჩამოყალიბდა სამართლიანი საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მის ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებების და უსაფრთხოების დაცვა. სამართლის სისტემა დეპოლიტიზირებული და კურსიდან გადახვევა არ მოხდება. უცვლელი დარჩება შინაგან საქმეთა სამართლის სისტემაში 2013 წელს დამკვიდრებული მიუკერძებლობისა და ნეიტრალურობის პრაქტიკა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში.